მოგესალმებით. გადაცემა აკვარიუმი ჩვეული ფორმატით ბრუნდება ეთერში. თემა ძალიან ძიმე გვაქვს. საზოგადოების ცნობიერება შეძრა კვლელობამ, რომელიც გეოპოლიტიკურ შტრიხებს ატარებს და განხილვები არ წყდება იმის თაობაზე დამნაშავე არის თორე მალხას კობაური. დღევანდელი გადაცემის სტუმარი მისი ადვოკატი ბატონი მამულაშვილი ვასილი მოვიდა გვანცა დამეხმარება იმაში რომ საზოგადოებას გავაცნოთ სპეციფიკა გეოპოლიტიკის და კონკრეტულად უსაფრთხოების თუ რასთან გვაქვს საქმე და მე ვიტყოდი რომ ესეთი რაღაცები ესე შემთხვევით არ ხდება. ამიტომ მოვლენებს ცოტა შორიდან მოვლი რომ თავარი არსი განმარტო ამ ყველაფრისა და დაუბრუნდებით ბნელო 90-იანებს ვინაიდან ჩვენ ზუსტად იმ გეოპოლიტიკური კვეთის ნაწილში ვმდებარეობთ სადაც რუსეთსაც, აზერბაიჯანსაც, სასონხეთსაც და შორეულ ამერიკასაც თავისი ინტერესები აქვს და ვინაიდან ეს ასია თუ შეიძლება იმ შვენიერ გვანცას ვთხოვთ წაგვიკითხოს wardrobe-ის შესახებ ინფორმაცია რომელიც პრესაში იყო გასული. შეგახსენებთ რომ ეს იყო ცეირუს აგენტი რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. პირველ რიგში მოგესალმები დავით, მივესალმებით ჩვენს Facebook მაყურებელს და მივესალმები ასევე ჩვენ მსმენელს, ასევე მოკითხვა ჩვენ სტუმარსაც და ეხლა გაგაცნობთ ფედერიკ რასელ უორდროპი ამერიკელი ჯაშუში ლიკვიდირებული იქნა საქართველოში 1993 წლის 8 აგვისტოს. ფედერიკ რასელ უორდროპი დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანკანზასის შტატში, პატარა ქალაქ სენსიში. უორდროპი 1971 წლიდან მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში. იცოდა რამდენიმე უცხო ენა, მათ შორის რუსულიც. ფრედი ისევე როგორც ბევრი ამერიკელი მზვერავი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კონტრდაზერვიდან, ანუ გამოძიების ფედერალური ბიუროდან 30 წლის ასაკში მივიდა. ამ დროისთვის ის უკვე გამოცდილი სპეციალური აგენტი იყო, რომელმაც ნარკომაფიასა და ტერორიზმთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა. 1978 წლიდან სახელმწიფო დეპარტამენტი შტატში ირიცხება და სადაზვერვო მისიას ასრულებს. მისი მეუღლე მერედიტი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში და 2003 წელს თედერეკში გავიდა. დარჩა ქალიშვილი, იგი დაკრძალულია ვაშინგტონში, არლინგტონის მემორიალის სასაფლაოზე. უორდროპისთვის საქართველოში მოვლინება დაწინაურება იყო. ის ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორის უფროსად დაინიშნა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში კი პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლად ირიცხებოდა. უორდროპი არაგვის ხეობაში მანქანით მოძრაობისას შემთხვევით გასროლით იქნა მოკლული. კლობა ერთ რიგით საქართველოს ამ სამხედროს დაბრალდა, რომელსაც შემთხვევით გაუვარდა იარაღი. რა საინტერესო ბიოგრაფია აქვს ალბათ დამეთანხმებით და რაღაც ასეთი ბრწყინვალე წარსულის ადამიანის სიკვდილი შემთხვევითი რიგითი სამხედროს ხელით მე არ მჯერა. თანაც ადამიანის რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიმართულებას კურირებს და რომელსაც სერიოზული კონტრდაზვერვითი წარსული აქვს ისეთ დიად ქვეყანაში რომელიც თანამედროვე რომის იმპერიად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ეს მოვლენები როგორ უნდა დავაკავშიროთ დღევანდელ პროცესებთან? დრო არც ისე დიდია გასული და გეოპოლიტიკა ცნობს ესეც მარტივ მეთოდს ფორმულირებისას, რომ 10 წლები, 30 წლები მისთვის არაფერია. მოვლენებს ქმნიან აგენტები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ სახელმწიფოზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ სმიტების ოჯახი კავშირში იყო ამერიკის საელჩოსთან. ფაქტურად ისინი წარმოადგენდნენ პერსონებს, რომლებიც მუშაობდნენ ამერიკის სახელმწიფოზე. ამიტომ სახელმწიფოებრივი მიდგომა და ინტერესი მიტო იყო მაღალი და როგორც მე ვიცი ბატონო ვასილ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელიც კი ესწრებოდა საელჩოსი აი ამ პროცესში. იყო ხო ეს? კი ბატონო. ასე იყო. მადლობთ რომ დამეთანხმეთ. ახლა განვაგრძელოთ მიმოხილვას, ძალიან გთხოვთ, მინდა რომ განმარტო. კი და მე ამ კონტექსტშიც მინდა რომ მე რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტი ერთია.
მკვლელობა მოხდა, მკვლელობა მძიმე ვითარებაშია ჩადენილი, ძალიან რთულია მე როგორც სამხედრო ვიტყვი რომ მოკლა მოწინააღმდეგე და არათუ შემთხვევითი ადამიანი, მაგრამ აღასრულო მკვლელობა ისეთი იარაღით, როგორიც არის ეგრეთ წოდებული სანადირო თოფი, რომელიც ღია ჭრილობებს იწვევს განსხვავებით საბრძოლო იარაღისგან, მით უმეტეს გააკეთო ეს 19 წლის კაცმა და გააკეთო პირველი მკვლელობა, ხოლო შემდეგ გააკეთო უფრო ვანდალური მკვლელობა პირდაპირ მიბჯენით მცირეწლოვან ბავშვზე, ხოლო პროკურატურის ვერსიას ვლაპარაკობ, ამის შემდეგ გააუპატიურო ქალბატონი, როგორც ისინი ამბობენ ამას, ამ ვერსიაში მე მხოლოდ მიჩნდება ისეთი ილუზია, რომ ესენი რომელიმე პორნო სცენარს იღებენ და მხოლოდ ამ ყველაფერს ISBB აკლია, მომიტევოს მაყურებელმა და მსმენელმა, მაგრამ ძალიან არადამაჯერებელია. როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი განმარტავ იმას, რომ არც ერთ სადაზვერვო სამსახურს არ აწყობს თავიანთი აგენტურის ლუსტრაცია. აგენტები, რომლებიც მუშაობენ სპეცსამსახურებში, მათ აქვთ ვალდებულება ნაკისრი, რომ ისინი არ გასთქვამენ თავიანთ კონსპირაციას. ხოლო გეოპოლიტიკური ქვეყანა, რომელიც იმყოფება თავისთავად დიდ პრობლემებში, როგორიც არის საქართველო და ზუსტად ჩვენ ვართ კავკასიის გასაყერზე, ეს პრობლემები აქ ცხადია. ასე რომ ვიტყოდი, რომ თავისთავად ამერიკას არ აწყობდა ის, რომ ლუსტრაცია მოეხდინა იმ ადამიანების, ვინც სწავლობდა გარკვეულ მიმართულებას საქართველოში და თავისთავად ეს გამოიწვევდა პრობლემებს. ლიკვიდაცია სახეზე გვაქვს. შეფასებები ამისი არ ჩანს, ქართულ სივრცეში ექსპერტები დუმან, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მთელი ბორდი ამას ყურადღებას არ აქცევს. პირველი არხის ეთერით იხარშება საჭმელი, ტრანსგენდერებს იწვევენ, ხოლო პროფესიონალების აზრი არ არსებობს. ბატონო ვასილი, დავბრუნდები თქვენთან, მომიტევეთ ესეთი ხანგრძლივი შესავლისთვის, მაგრამ სხვანაირად ამ პროცესს ვერ გავექცევით, იმიტომ ერიგან ეიტრალდა უსაფრთხოების თემატიკიდან და საზოგადოებაში ცნობიერება თავდაცვის უნარიანობის მიღმადას. ძალიან გთხოვთ, მე მინდა რომ ვთქვა, რომ აღიარება იმისი, რომ სმიტების ოჯახი აგროვებდნენ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ინფორმაციას და მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროზე, ამერიკის თავდაცვის შრომის სამინისტროზე, ეს პირდაპირ ნიშნავდა იმისა, რომ საქართველოს მხარეს ეღიარებია, რომ მას არ გააჩნია სადაზვერვო სამსახური. შეიძლება არსებობდეს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. აი, რას გვეტყვით ამ მიმდინარე პროცესზე, ვინაიდან თქვენ უშუალოდ მონაწილე ხართ და თქვენი მოსაზრებები ამ წილში? აი, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მართლაც სამწუხარო ვერდიქტი და შემდგომში განაჩენი იქნა სასამართლოს მხრიდან გამოტანილი, რომელიც სამწუხარო არის, იმიტომ რომ მინიმუმ საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებიდან გამომდინარე, რაზედაც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ნაფიცაჯულთა ვერდიქტი საკუთარი ხმების ფარგლებში, არ გამომდინარეობდა, შეიძლება ითქვას, ეს შედეგი და ის კრიტიკული შეკითხვები, ის თქვათ წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები, რაზეც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი იგნორირება მოხდა. ნაფიცაჯულების მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შედეგი, ზოგადად ეს ყველაფერი სხვა კუთხით იყო დალაგებული და ეს ყველაფერი წინასწარ იყო, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილი, თუმცა ამის აღიარება ჩვენ არ გვინდოდა და ამის აღიარება სამწუხაროდ არც ეხლა არ გვინდა, ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ეს ბოლომდე, ესე ვთქვათ, ახალგაზრდობის ინტერესები დავიცვათ. ბევრისთვის ისე ხდება, შეიძლება ისე იქნას აღქმული, რომ აი თითქოს ჩვენ საუბრობთ დამარცხებულის პოზიციიდან და მე მინდა გვეგუშინაც აღვნიშნე, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ დავმარცხდით, ან ჩვენ ვინმე გაიმარჯვა, ამ პროკურატურამ გაიმარჯვა. ჩვენ დამარცხებულები შეიძლება ითქვას არასდროს არ ვართ, ვინაიდან მარცხეჯულების განხორციელებაში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული და ჩვენი დამარცხება გამარჯვება ამოსავალი არ არის. თავარია მარცხეჯულებამ, სრულყოფილად მარცხეჯულებამ გაიმარჯოს და ყველა გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და კანონიერი და ამ შემთხვევაში ჩვენ ამ შემთხვევაში დაცვის ხარე ვიქნებით ამ შემთხვევაში გამარჯვებული. რაც შეეხება ახლა მოდი დეტალებზე გადავიდეთ. თავდაპირველი საუბარი მათ შორის დასვენით სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე დავიწყეთ იმით, ვინ არიან და ვინ იყვნენ
რაიან მაიკ სმიტი და ლორა სმიტი ბავშვზე არ მაქვს საუბარი, ვინაიდან ბავშვი უკვე შემდგომში დაიბადა აქ და მათი შვილი იყო, ხო? ამაზე საქმეში არანაირი მტკიცებულება, აი ზოგადი სახის მაინც არ მოიპოვება. არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია, სად ცხოვრობდნენ, როდის გადმოვიდეს. ზოგადი მტკიცებულებებზე მაქვს საუბარი. რა იყო მათი საქმიანობა მტკიცებულებით დადასტურებული ამ მხრივ. რა იყო მათი შემოსავლები, გასავლები და ასე შემდეგ. ვინ იყვნენ მათი მშობლები, არ დაიკითხნენ არც ერთი ნათესავი ახლობელი დაზარალებულიც არ დაიკითხა, რომ დაგვესვა შეკითხვა მათ შორის ეს ზოგადი ინფორმაციასთან დაკავშირებით, ხო? და ყველაზე მთავარი, როდესაც ეს შეკითხვები ჩვენი მხრიდან დაისვა, პირველი ერთადერთი პირი, რომელიც დაიკითხა სასამართლოში, ეს არის მასთან დაახლოებული რაიან მაიკ სმიტთან და მის ოჯახთან დაახლოებული პირი, რომელიც გვევლინება შეტყობინების ავტორად, როდესაც 5 ივლისს 2018 წლის 5 ივლისს შეტყობინება შედის 112-ში. დაახლოებით 8 შეტყობინება შედის და ჩვენ როდესაც უსვამთ შეკითხვას და ეჭვი ქონდა რატომ შედის ესეთი ვთქვათ არაერთი შეტყობინება, მაშინ როდესაც მათთვის ცნობილი იყო, რომ ეს ოჯახი რამოდენიმე დღით მიდიოდნენ ხეობაში და ხეობაში რომ ვთქვათ ტელეფონის ამ სიხშირებს დაჭერა და ის რომ მარტივად არ ხდებოდა ყველგან არ არის ანძები განთავსებული, ეს ყველასთვის ცნობილია, ხო? ესეთი პასუხი ჰქონდა სასამართლოს ნომაზე შეტყობინების ავტორს, საკონსულოს ერთ-ერთ ამერიკის საელჩოში მომუშავე პირს, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული თემაზე სასაუბრო და შემდგომში შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი და მათთვის ესეთი ქცევა, რომ ხაზი არ გამოდიოდა, იყო უკვე გამოიწვია შიში მათთვის და დაიწყეს აქტიური რეკვა. ეს არის სრულიად აბსურდი. შეიძლება ითქვას, მათ კარგად იცოდნენ, პირდაპირ ვიტყვი, კარგად იცოდნენ რა ვთქვათ გაურკვევლობაში შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ ეს პიროვნებები და შეტყობინებაში, რომელიც ეს სიტყვერი კი არ არის დოკუმენტზე არის გადატანილი, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, არის ესეთი ინფორმაცია, რომ ბოლო ლოკაცია დაფიქსირდა ამ ადამიანის ხადას ხეობაში. როდესაც ჩვენ ლოკაციაზე საუბარი დავიწყეთ, რომ ლოკაცია როგორ დადგინდა, ანუ აკონტროლებდნენ თუ არა და ფლობდნენ თუ არა ამ GPS მონაცემებს და მის გადაადგილების შესახებ, ამაზე არ დაგვეთანხმა, ანუ სხვა მიმართულებით წავიდნენ ლოკაციაში გულისხმობთო არა პირდაპირ გაგებით ხო მათ შორის GPS ვთქვათ კოორდინატების ვთქვათ დადგენას ამ ხრივ არამედ სურათი გამოგვიგზავნაო ბოლოსო რომ აი ხადას ხეობაში ვარო და ეს რუკა Google-ის რუკაო ეს სურათიო მე შემდგომში გადაუგზავნეო მე პოლიციის თანამშრომლებს როდესაც ჩვენ დავსვით შეკითხვა აი ვთქვათ დავიზიარეთ ხო ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარდაცვლილი პიროვნებისგან გადმოიგზავნა ინფორმაცია სად არის ეს მტკიცებულება თუ თქვენ ნამდვილად ამ კუთხით საუბრობთ ხო ეს ინფორმაცია არ არის და პირველი შეკითხვები ამ კუთხით ჩვენი მხრიდან დაისვა ამ მიმართულებით. არავინ ამ პიროვნებებით არ დაინტერესებულან და ცხადია, სწორედ რასაც ჩვენ ვერსიას ავითარებთ და ეს ვერსია კი არ იყო, ეს იყო ობიექტური რეალობა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არა თუ მალხასკო ბაურისგან, არამედ სხვა ისეთი პიროვნებებისგან განხორციელდა აღნიშნული ვთქვათ ყველობა, რომლებიც იყვნენ ჩვენის მოსაზრებით ამ საქმეში, ამ უკანონო შეიძლება ითქვას საქმეში თავიანთი საქმის პროფესიონალები. დიდი ბოდიშით ჩაგიკითხებით, აი მთელი ამ ხილა საქმე ტრიალებს, ხო? შეიძლება ასე ითქვას და პროცესი დახურულია. რა არის მოტივი ამისი? შეიძლება მოკლედ მითხრათ. აი მარტივად აგიხსნით, ასეც ძალიან ვთქვათ საინტერესოა, როდესაც პროცესი იწყება, პირველი სასამართლოს დომა, ამ პროცესზე ჩვენ არ ვიყავით ჩართულები. შუამდგომობა იქნა დაყენებული პროკურატურის მხრიდან, რომ სასამართლოს ნომები დაიხუროს. ადვოკატთა პოზიცია იყო, რომ ვთქვათ, წინააღმდეგნი იყვნენ საწყის ეტაპზე, რომ პროცესი დახურულიყო ამ კუთხით. უბრალოდ პირიქით ადვოკატებმა მოითხოვეს დახურვა, და პროკურატურა იძახდა, რომ არ უნდა დაიხუროს, საჯარო უნდა იყოს. თავიდან ადვოკატი სხვა ყავდა, ხო? ხო, ადვოკატი სახაზინო ადვოკატები იყვნენ და მოითხოვეს დახურვა. სასამართლომ, მცხეთის რაიონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვთქვათ, ადვოკატის მოთხოვნა და პროცესი არ დახურა. ამის შემდგომ უკვე გადის გარკვეული ეტაპი, როდესაც უკვე საქმე შეიძლება ითქვას, რომ მომზადდა გარკვეულ ეტაპზე, თუმცა ბრალდება მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალდება არ იცვლება, რომ ბრალდების საფუძვლით, რომ აი ახლა
მანამდე მაშინ არ დავხურე და ეხლა ვხურავ, თქვა დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, ხო? ესე არ ყოფილა. უკვე შემდგომში სასამართლო უნდა აღინიშნოს, რომ არასდროს ბრალდება აყენებს, არამედ სასამართლო თავისი ინიციატივით მხარეების ნების გარეშე ხურავს სასამართლოს სტომას, ეს არის ვაჟა ხუხაჩი. და ამის შემდეგ უკვე იწყება დახურული ყველა ეტაპი. მოტივი რა ქონდა? მოტივი იყო, მათ შორის იყო გარდაცვლილი იყო არასრულწლოვანი და ბრალდებულის ინტერესები, მათ შორის მახასიათებლის უფლებების და ინტერესების დასაცავად დაიხურა სასამართლოს სტომა. ესეთი დასაბუთება ჰქონდა და დასაბუთება იყო მეორე, რომ იყო არასრულწლოვანი გარდაცვლილი და უკვე შემდგომში, როცა უკვე ჩვენ არსებით წინა სასამართლოს სტომაზე უკვე გადავედით, უკვე მან დაემატა ბრალი 127 მუხლი გაუპატიურება და უკვე ახალი საფუძველი დაემატა, რომ ეს არის სქესობრივი დანაშაული, შესაძლო დანაშაული და ამ საფუძვლით. საზოგადოებრივი ინტერესი გათვალისწინებული და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, პროცესის დახურის მიზანი რა არის? არის ის, რომ აი რაც ინტერესებიც არის, კამასფერი ეს შესრულდეს. თუმცა პროცესი იყო დახურული, შეიძლება ითქვას, მოჩვენებით, თუმცა ჩვენ დავინახეთ პრესაში, მასმედიის საშუალებით პროკურატურისგან გავრცელდა ვიდეო მასალები, ექსპერტიზის დასკვნა. არის თუ არა ეს კანონის დარღვევა? ეს არის კანონის უხეში დარღვევა. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მხრიდან რომ აღნიშნული ქმედებები განხორციელებული იყო, ჩვენს მიმართ აღიძლებოდა სისამართლე საქმე. არ უნდა გაგვიკვირდეს, მე მიჭირს ამის თქმა თქვენთვის როგორც იურისტისთვის, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ასე რომ აქ ძლიერთა სამართალი მეფობს და მახსენდება კობაურისგან დღევანდელ ასე ვიტყოდი ფაქტიურად ზალაშია ეს დღეს განაჩენზე უკვდავით ციცერონის სიტყვები ფურცელი არ წითლდება. ეს მის მოსამართლეს ეხება ალბათ, მაგრამ სანამ ამ თემაზე წავიდოდეთ, მე უნდა გკითხოთ. მოსამართლეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა გკითხოთ. უშიშროების სამსახური რამენ მაგვარი ფორმით თუ მონაწილეობს პროცესში, ან თუ არის მათი მოხსენებები, ან განმარტებები აღნიშნავს. არა, არანაირი კუთხით აფიგურირებს. აპატიეთ, მე ჩემს მშვენიერ კოლეგას ვთხოვ, რომ ერთ-ერთი უშიშროების მაღალჩინოსნის, რომელიც არის ბატონი გომელაურის მოადგილე და ბატონი გომელაური ის, რომ ივანიშვილის დაცვის წევრია, კარგია, ეს გვიხარია, მაგრამ არის იმ გამოცდილებით, რომ თურმე ბატონზე მხტომელი ყოფილა, არანაირი სხვა გამოცდილება ამ საქმეში არ აქვს, მოიყვანა პირი, რომელიც არის ბატონი ალასანიას მიერ ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრის და წარმოშობილი პოლიტიკური პერსონის ქვეშევრდომი, ბატონი ბატიაშვილი და ძალიან გთხოვ გაგვაცანი ერთი გვანცა ეს მისი ქონებები დაგროვილი თუ რას წერენ ან რა არის საერთოდ მასზე. პროკურატურამ გაუგებარი უწოდა ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებას. საქართველოს პროკურატურამ გაუგებარი უწოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ 3 ნოემბერს პროკურატურაში ბატიაშვილის მოწმით დაკითხვა დარღვევებით მიმდინარეობდა. დიდი მადლობა, უკაცრავად ბოდიში. მე საზოგადოებას ვეტყვი, რომ თქვენ ამ წუთას მოისმინეთ იმ პროკურატურის განცხადება, რომელიც ბრალს უყენებს საქართველოს მოქალაქეს მალხაზ კოპაურს და ეს განცხადება პროკურატურის ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ბატონ ბატიაშვილს. მე მინდა ვკითხო დღევანდელ ხელისუფლებას. რა ხდება? როდესაც ბრალდებელი უწყება გაუგებრობაში მოდის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანთან. როდესაც ქვეყანაში მომხდარია გეოპოლიტიკური მკვლელობა, რომელიც ფაქტიურად მოიცავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, სალუზივართ. მაგრამ ამავდროულად ვთხოვ გვანცას წაგვიკითხოს ბატონი ბატიაშვილის დეკლარაციიდან ამობეჭდილი ქონებრივი ნუსხა. ბატიაშვილის ოჯახს 7 საამეწარმო საქმიანობაში აქვს წილი. აქედან 2 მის სახელზეა, 5 კი მის მეუღლის 33 წლის ეკატერინე ღოღობერძის საკუთრებაა. წარმოების კაპიტალის ოდენობა და წილები შემდეგნაირია. 1 ნოემბერი ლარი, რომელიც შეადგენს 33.33%, 10.000 ლარი, რომელიც არის 33%, 228128 ლარი, რომელიც არის 100%,
100,000 ლარი, რომელიც არის 50%, 95,124 ლარი, ისიც არის 50% და 2,291 ლარი. შემდეგ ასევე არის არასრული ქონების ნუსხა, ორი ბინა ქალაქ თბილისში, ორივე ცოლის სახელზე. კარგი, უანცა დავიღალეთ. ბოდიშით, მაგრამ ჩემთვის მოტივი ნათელია, ეთყობა მე ასე უნდა ვისაუბრო და სხვა მოტივიც არ მაქვს, ვინაიდან დღეს მე არ ხედავ თქვენს მოწინააღმდეგე მხარეს. ჩვენ ბატონო ვასილ დავპატიჟეთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი, უთხარით, რასთან დაკავშირებით იქნებოდა საკითხი, მაგრამ ბატონმა თადუმაძემ და მისმა უწყება მე მინდა აქედან უთხრა სხვადასხვის უშიშროების სამსახურის უფროსი ივანიშვილის დაცვის უფროსი ყოფილა და ეს მათი ადვოკატი ყოფილა და გასაგებია ეხლა ერთი უშიშროებაში დანიშნეს, მეორე პროკურატურაში და მე მინდა უთხრა ივანიშვილის ადვოკატს. რატო გაიქეცით ამ რეალობიდან, რატო გაიქეცით საზოგადოებას და რატომ არ გსურთ ილაპარაკოთ ხალხის პირდაპირ დასამალი გაქვთ რამე თუ გეშინიათ სერიოზული შეფასებების, რომლებზედაც პასუხი არ გექნებათ. მე ასევე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ თვითონ პროკურორი მოტივირებული იყო და ეს მოსული იყო, მაგრამ უწყებამ უარი თქვა და განაცხადა ამაზე, ვინაიდან იციან, რომ აკვარიუმი არის სპეციალური გადაცემა, სადაც დილეტანტები არ ზიან და რა თქმა უნდა, კითხვებიც იქნებოდა რთული. თქვენ დღეს სურგი აქციეთ საზოგადოებას. ახლა რაც შეეხება ბატონ ბატიაშვილს, სადაც ივანიშვილის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობს, მე ვეტყოდი მას, რომ ქონების დაგროვება კარგია, მაგრამ ის სცენარი, რაც თქვენ პროკურატურაში შესთავაზეთ, ეს არის ჩემი პირადი სუბიექტური აზრი და მე ბოდიში ვიხდი ამაზე, რომ ეს არის სუბიექტური აზრი, მაგრამ ეს სცენარი, რომ 55 კილოიანმა კაცმა ცხოვრებაში პირველად მოახდინა 2 საზარელი თვითმკვლელობა ქალის გაუპატიურების მოტივით, რომელიც ეშმაკმა უწყის კიდე როგორ გააფორმეთ, ან როგორ აიღეთ ის მასალები, რომლებიც შემდეგ ექსპერტიზაზე გააგზავნეთ. ჩვენში ნდობას არ იწვევს. არათუ ნდობას არ იწვევს, არამედ დასაცინია და სუსტია პროკურატურის მხარე და აშკარად იკვეთება მარიონეტის როლი, რომელსაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ჰქვია აღმასრულებელი ხელისუფლება. მე ასევე მინდა მოუწოდო ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ასევე გათამაშებულია და თავისთავად არ გამოხატავს ინტერესს ადამიანის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ელემენტარულად და საწოდაობა ეს, რომ ამ ქვეყანაში წერა-კითხვას კი არ იციან მალხაზ კობაურის ნაირმა უპოვარმა ადამიანებმა. ნუ თუ ეს ქვეყნის ტკივილი არ არის. დღეს ადვოკატმა ბრძანა, რომ ეს არ არის ვინმეს დამარცხება და ვინმეს გამარჯვება. ეს არის სისტემის დამხობა, ეს არის ქართული საზოგადოების სისუსტე. უბრალო შეთითხნილი თემით ვინმეს უთხრა, რომ ბრალდებული ხარ ან გამარჯვებული ხარ. მე დაუბრუნდები თქვენთან და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ჩვენ მოსამართლეზე, რომელიც მარიონეტია ამ უწყებაში. აი, სწორედ მოსამართლეზე ვიდა ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო და ეხლა როდესაც ჩვენ საკასიო წესით გავასაჩივრთ, სწორედაც აი მოსამართლეს დარღვევებზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც აი სახელი და გვარი დაასახელეთ. გოგა კუპრაიშვილი არის ბორის რაიონის სასამართლოს მოსამართლე. ხალისით და კარგი ურთიერთობით შემოვიდა ჩვენთან, შეიძლება ითქვას, მაგრამ ბოლოსზე დაასრულა, რომ ჩვენ უკვე რამოდენიმე აცილება დავაყენეთ და ცხადია აბაცილებებზე უარი განაცხადა, ვინაიდან ეს გამოიწვევდა ზოგადად საქმის ანუ ზოგადად ჩამოშლას და ხელთავიდან განხილვას და პირდაპირ ეს არ შედიოდა მათ ინტერესებში, თუმცა უბრალოდ აცილების საფუძვლები არსებობდა, ვინაიდან უკვე არსებობდა უკვე დასაბუთებული ეჭვები მის მიკერძოებას დაკავშირებით. და რაში გამოიხატა ეს? თავდაპირველად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმის განხილვა, იყო გარკვეულწილად, ხო, ბრალდება თავიდანვე წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ისეთ შეკითხვები დაისვა, როდესაც ნაფიცები გაკვირვებულები იყვნენ გამართულებით და ამის შედეგად აქტიურ კონფლიქტში შემოდიოდნენ ჩვენთან, უკვე აქტიურ როგორ მოხდა ნაფიცის საჯულების არჩევა ძამგვაინტერესებს? ნაფიცის საჯულების არჩევა შეიძლება ითქვას აი, მოდი ამაზეც ვისაუბრებთ, ნაფიცსაჯულების არჩევა ეს დროსაც არ იყო თანაბარი და თანასწორი სიტუაცია, ვინაიდან ადამიანები მოდიოდნენ, ჩვენ უყურებთ ადამიანებს, თუმცა ეს ადამიანები ჩვენ
ადამიანებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ფლობდა, ანუ არ ქონდა მაშინ, როდესაც პროკურატურისთვის ცნობილი იყო მათი წარმომავლობა და სულ ყველაფერი და ოჯახის წევრების ნათესავების სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. და ამ კუთხით შერჩევის კუთხითაც მიუხედავად იმისა, რომ შეძლების დაგვარა ჩვენ ვცდილობთ, რომ ობიექტური ნავთობსაჯულები თქვა შეგვერჩია, მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ჩვენ არ ვიცით, შერჩეულიყვნენ მათი მხრიდან ისეთი ადამიანები, რომელიც პიროვნება შესაძლებელია ობიექტური იყოს, თუმცა ყავდეს წრეში ისეთი პიროვნებები, რომლებიც მისი აზრის ფორმირებაზე გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ამ პირდაპირ ან არაპირდაპირ სახით და მე ვფიქრობ, რომ სწორედაც ეს მოხდა ბოლო სასამართლო ცნობაზე, როდესაც ყველა ნავთობსაჯული ანუ პირდაპირ ვერ გვიყურებდა და ფაქტობრივად თავი გქონდათ სკამთან ჩარგულები, ყველაზე მაქვს საუბარი, არც ერთ ნავთობსაჯულს ჩვენთვის სახეზე არ შემოუხედია, თუმცა და ამის რაღაცნაირი დაბრკოლება ეს იყო ალოგიკური გადაწყვეტილება, რაც უკვე შეჯამება მოხდა, საერთოდ დაისვა შეკითხვები, მე ორ შეკითხვას გეტყვით, რომელიც თავდაპირა ნააყენებს საქმეს და თქვენ როგორც სპეციალისტი ამ სფეროში თქვენ უპირველესად მიხვდებით და მოდი დაუბრუნდები მე თქვათ ამ სასამართლოს ჩართულობას, სასამართლოს უკანონობას, როდესაც პროკურატურა კონფლიქტში შემოდიოდა, პირდაპირ მიხვდა სასამართლოს და პროკურატურაც, რომ მათი ესეთი ჩვენდამი შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა ხდებოდა იმის გამო, რომ საქმეში ანუ ხდებოდა წარმოჩენა, რამდენი უკანონობები იყო წარმოჩენილი. ეს აღიზიანებდა ნავთობსაჯულებს, ანუ პროკურატურის ესეთი სახე რეალურად წარმოჩინა. ამის შემდეგ უკვე ჩვენ მეორე რამოდენიმე პროცესის შემდეგ ხვდებით, რომ პროკურატურა არის უკვე ჩუმად ამ ჩვენი საუბრის შემდეგ, თუმცა პროკურორის როლი არ მომერიდება პირდაპირ ვიტყვი, მოერგო უკვე მოსამართლე. ანუ კამათში კონფლიქტში შემოდის გარკვეულ საკითხებზე არა პროკურატურა, ვინაიდან ეს ცუდად რეაგირებს ნავთობსაჯულები ამაზე, არამედ მოსამართლე. მოსამართლე ნავთობსაჯულების თვალში არის ავტორიტეტი და თავიდანვე ისეთი ხალხი შეირჩა, რომლებისთვისაც მოსამართლე იქნება ავტორიტეტი, და როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე შეელოდით, ხო? უკვე ეს გარკვეულწილად ჩვენ შევატყვეთ, რომ მოსამართლესთან, ანუ თუნდაც დასაბუთებული და არგუმენტირებული კამათი გარკვეულწილად უარყოფითად განაცხობდა ჩვენ ნავთობსაჯულებს. ანუ აქედან გამოვიდა, რომ უკვე ჩვენ კამათის უფლებას ამ სახით შეგვეზღუდა და ხშირად უკვე ბოლომდე კამათზე წასვლას მოსამართლესთან უკვე ვამჯობინებდით გაცლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტულ სამართლების საკითხებზე ვიყავით, თქვათ, ქონდა შესაბამისი პოზიცია. ამის შემდეგ მოსამართლის ყველაზე უკანონობა გამოიხატა იმაში, რომ იგი პირდაპირ არღვევდა იმ პრინციპებს, რომელიც არის გარანტიის. ეს ეხა საჩივრდება ეს გადაწყვეტილება, ხო, მოსამართლემ ეს ყოველ თქვათ პროცესში მიღებული გადაწყვეტილება თვითერად არ საჩივრდება უკვე შემოწმებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. როდესაც ჩვენ ვახორციელებდით მოწმეების დაკითხვას და ისვევდა კრიტიკული შეკითხვები, მოსამართლეს შეუძლია განარიდოს შეკითხვა იმ შემთხვევაში თუ არსებობს პროტესტი. პროკურატურას პროტესტი არ აქვს, მაგრამ მოსამართლეს აქვს პროტესტი, რომ ესეთი შეკითხვის დასმის ინტერესი არ არის და გვიხსნის შეკითხვებს. ამას თავი გავანებოთ, ეს არის დარღვევა ცალსახად, ვინაიდან შეკითხვის მოხსნა შესაძლებელია, როდესაც არსებობს დასაბუთებული და არგუმენტირებული პროტესტი შეკითხვის განრიდებას. ამასაც თუ თავი დავანებოთ, დაახლოებით მოსამართლემ დასვა 50-60-მდე შეკითხვა, ისე რომ ხარისთვის, მათ შორის დაცვის ხარისთვის არ შეუთანხმებია აღნიშნული შეკითხვის შესახებ და ეს 50-ო შეკითხვა ემსახურებოდა 50 და 40 შეიძლება 8 ბრალდების ინტერესებს და ამის თქვათ დათვლა და ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და რატო ვიძახით ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ეს არის მოსამართლის კიდევ ერთი გავიგებული. ეს არის პრინციპი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25 მუხლის მეორე პუნქტია, რომ მოსამართლეს და ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ არის, ყველა ქვეყანაში ეს თავარი პრინციპია, რომ შეუძლია დასვას დამაზუსტებელი შეკითხვა სამართლიან სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ესეც იმ შემთხვევაში თუ თქვათ შეთანხმებულია მხარესთან. ანუ ჩვენთან და როდესაც ეს განცხადება გავაკეთეთ, რომ ბატონო მოსამართლე თქვენ არ ღვევთ ამა და ამ მოხს და ეს რატო ხდება, იცით? მოსამართლის შეკითხვაზე მოწმეს შესაძლოა კონდეს ისეთი პასუხი, რომელიც ერთი მხარის ინტერესს ემსახურებოდეს. და მოსამართლე ამ შეკითხვით და პასუხით უკვე არ ღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან მისი შეკითხვა რომელიმე მხარის ინტერესს მოემსახურება. როდესაც ჩვენ ეს შეკითხვა განცხადება გავაკეთეთ, იცი რა გითხრა?
ეს არის სტობიცოფში და მე მინდა იგივე დღეს მქონდა მე კომუნიკაცია იგივე სახალხო დამცველთან, აპარატთან, ჩვენ მიწერილობა გავაკეთეთ იგივე ადვოკატთა ასოციაციასთან, წერილობით სახით მე ვაპირებ ეს მოსამართლის ამის განმარტება ვთქვათ გადაუგზავნო და შეფასება გააკეთო, არის თუ არა ეს შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა. მოსამართლე ვიცი რა გითხრა ამას. მეტი საქმე არა მაქვს. რომ თქვენ ვკითხოთო მე შეკითხვას დავსვათ თუ არა ეს მე სასამართლო ეს ნორმა 25 მუხლიო აბსურდი არისო რეალურად არ ვეთანხმებიო ამასო რა და ჩემთვისო ეს საპროცესო ნორმა არის ამ საპროცესო კი როგორც გავიგე ამ კანონს არ ვეთანხმებიო ეს არის აბსურდიო შესაძლებელი ნორმაო და მე თუ ამ ნორმას დავიცაო ესო ჩემთვისო ღირსების შემნახველი იქნებაო რომ ადვოკატსო შეკითხვა დავსვა აი ესე წარიმართა ძალიან გთხოვთ მე მინდა რომ ჩემშვენიერ ასისტენტს ვთხოვო შეჯიბრებითობა ახსენებ თქვენ და აი ახლა განახებთ ძალიან კარგ შეჯიბრებითობას იუსტიციის საბჭო რომელიც მე ვიცი რომ სასამართლოს მთელ პროცესებში ჩარეული ხო ქალბატონთეა გამარჯობათ წულუკიანს მიმართავ მე პატივს ვცემ ნებისმიერ წარსულს მათ შორის ურთიერთობებს თუ შეიძლება ეს პირადი იყოს მაგრამ არსებობს რაღაც მორალი და ღირსება, ესმით თქვენ. მაგალითად ის, რომ რაც თქვენ იკადრეთ, ამას კარგი ადამიანი არ გააკეთებდა. მაგალითად ის, რომ ვერსია, რომელზედაც დღეს საზოგადოება დეზინფორმაციულ ჭაუს კლაპავს, შემოთავაზებულია იმ სამსახურის მიერ, სადაც თქვენი ახლად შეძენილი მეუღლე დაასაქმეთ. თუ შეიძლება წაგვიკითხეთ ეს იუსტიციის მინისტრის თია წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკურია მეტი ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანალიზის და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 4620 ლარია. თია წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციაში მითებული ინფორმაციით მის მეუღლეს ნუგზარ კაკურიას 2017 წლის 13 მარტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია. ნუგზარ კაკურიას ხელფასის ოდენობა იმავე წლის განმავლობაში 43920 ლარს შეადგენდა, რაც საშუალო თვეში 4620 ლარია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო ნუსხის მიხედვით აღნიშნულ თანამდებობაზე სარგოს ოდენობა 2018 წლის 1 იანვარამდე თვეში 2538 ლარი იყო. შემდეგ კი დავიღალეთ. ძალიან მარტივად გეტყვით იმ უწყებაში, სადაც თქვენ გაბედნიერებიდან თქვენი მეუღლე დაასაქმეთ. მე შეერაღებული ძალების ოფიცერმა 2008 წლის ომის მონაწილე ადამიანმა შესაბამისი გამოცდილებით თანამდებობა ვერ მივიღე, მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი მქონდა შეტანილი. ეს შეგიძლიათ მომელაურის უწყებაში გამოიძიოთ, თუმცა ეს არაერთხელ მითქვია. და არც მქონდა სურვილი, მაგრამ თავისთავად არის განცდები იმისა, რომ იქ თქვენმა მეუღლემ ხელფასთან ერთად სოლიდური პრემიაც მიიღო და ეს მოხდა ალასანიას ჯგუფის მიერ, რომელსაც ბატიაშვილი წარმოადგენს და რომელიც მზად არის ამერიკის საელჩოს მოეხმაროს თავისი დაზვერვის სამსახურის აგენტების დაფარვასთან მიმართებაში. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება და ბოდიშვიხდი რომ ეს სუბიექტურია, მაგრამ ქალბატონო თეა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს სასამართლოზე, რომელიც არის სახელმწიფოში ერთ-ერთი ხელისუფლება, რა ხდება იქ თქვენი სახელით? რა თავხედობას აქვს ადგილი? თქვენ შეგხვდებით ამ ქვეყნის ქუჩებში, რადგან მარადიული არაფერი არ არის, მათ შორის არც თანამდებობა და მე მჯერა, რომ თქვენ ნამდვილად არ გაწითლდებით, როგორც არ გაწითლდება ციცერონის მიერ ნახსენები ფურცელი, რომელიც თურმე მართლა არ წითლდება. კარგით, მეც აი ისა დავით ერთის ვიდეო და მე ვთქვი, რომ მოსამართლის დარღვევებთან დაკავშირებით და მე მინდა მტკიცებულების კუთხით გავაგვახვილო, როდესაც მოსამართლემ არ დაუშვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება საქმეში, რომელიც გარდამტეხი იყო საქმისათვის და ეს იყო 20 მარტს ჩვენ მოვიპოვეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტი, რითაც დასტურდებოდა 6 იulis ნალექების მდგომარეობა ხადასხეობაში. ანუ ვერსია იყო ესეთი, რომ შემდგომში განვითარებული უკვე სასამართლო პროცესზე ეს ხდება ჩვენთვის ცნობილი, დაახლოებით 13-14 მარტს,
რომ ამის რაიან მაიკ სპიტის გვამი მოგესწრებათ გადაადგილებულია შემთხვევის შესაძლებლობის ადგილნა კილომეტრ 700-ში რომ და ესე შეკითხები როგორ გადაადგილდა ეს გვამი პროცესზე უკვე გადმარტეს მოწვევის მეშვეობით რომ იყო წვიმა გადმარტეს ექსპერტებმა პოლიციელებმა და ასე შემდეგ ჩვენ უკვე შემდგომში მოვიპოვეთ 20 მარტის რამდენიმე დღის შემდეგ გამოს ეროვნული სააგენტო ცნობა რითაც დადასტურდა რომ ეს ინფორმაცია იყო არასწორი და არანაირ წვიმას საღამოს 6 საათიდან დილის პირველ საათამდე, ანუ უბრალოდ მეორე დღის 7 რიცხვის შუა დღის პირველ საათამდე ადგილი არ ქონია და როდესაც ჩვენ 239 მუხლის შესაბამისად, როდესაც ეს არის საპატიო გარემოებით, როდესაც ხდება დამატებით მტკიცებულების წარდგენა, მოსამართლემ არ მოხდა საშუალება დაერთო საქმისათვის, ვინაიდან ეს მათ შორის ამ ვერსიასაც გვამის გადაადგილებას ფაქტიურად ამ წყლის მეშვეობით გამორიცხავდა და გაიზიარა პროკურორის ვერსია, რომ პროკურორის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ დავკითხეთ მოწმეებს, რომლებმაც ადასტურეს წვიმა, ამ მტკიცებულებებით ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, რომელიც თავისუფლად ეყრდნობოდა დელტას რადარებს და იქ არის წუთების სიზუსტით არის აი მაგალითად 17 საათს და 47 წუთზე აღარ იყო წვიმა. ეს არ დაურთო და პროკურორის მოტივაცია იყო ეს, რომ ეს დააბნევდა ნაფიცაჯულებს, ვინაიდან ეს მტკიცებულებები იყო წინააღმდეგობაში წარმოეშვებოდა ნაფიცაჯულებს შეკითხვები ამ ვერსიასთან დაკავშირებით და ეს იქნა უარყოფილი. ანუ განა არ გაიზიარა ნაფიცაჯულებს არ ანახეს ეს. ანუ ჩვენ როდესაც მინიმუმ იმის საშუალებას არ მოგვეცა ჩვენ, რომ თქვათ რის დართვას მოვითხოვდით. რამიდან რო გთხოვ, აი ძალიან მინდა ეს რო გთხოვ. იქნებ საზოგადოებას დეტალურად მოუყვე კობაურის მონათხრობთან დაკავშირებით, რომელიც ამ მკვლელობის რეალურ სახეს უფრო გავს და მე მივიჩნევ რომ ეს ასე იყო დაახლოებით, აი რა მოხდა რეალობაში. თორე ის რომ 120 კილოიან კაცს 55 კილოიანი ბჭყალებში მონსტრი ასე იოლად ვერ მოიშორებს, ეს მოგიყვებით, კი ბატონო, მოგიყვებით და ეს მათ შორის დადასტურებული იყო შესაბამისი, თქვათ, მტკიცებულებებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომ თლიანადაც მოგიყვებით, უბრალოდ რამოდენიმე თავარ ეპიზოდს მოგიყვებით, კობაური აცხადებდა და ჩვენებამისა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში აძლევდა სასამართლოს ჩვენებას და შემდგომში პროკურატურისა და ნაფიცაჯულების ყველა შეკითხვას უპასუხა, როდესაც იგი პოჩის საძებნელად იყო, თქვათ და ესეც დადასტურდა ყველა მოწვის მიერ და ბანაობდა ამ დროს დაადგინეს სწორედაც მისთვის უცნობი ორი პიროვნება და ანუ იყო შეიძლება თქვა საცვლის ამარა წაიყვანეს დაახლოებით 50-ში, სადაც უკვე იქ დახვდა რამოდენიმე პიროვნება ამ ამერიკელებთან ერთად და ყველანი წაიყვანეს უკვე შემთხვევის ადგილას ცემატყებით შეიძლება ითქვას. აქედან მალხოც კობაური აცხადებს ორი ადამიანი იცოდა ქართული, ხოლო ეს თქვათ სხვა პირები არსაუბრობენ ქართულად, აგრეთვე აქ იყო საუბარი რაიან სმილის მითმა ქართული იცოდა და ის არნაირი ქართული კომუნიკაცია, მათ შორის არ ყოფილა პროკურორის ვერსია, რომ თავიდან გამოელაპარაკდნენ ერთად ისადილეს თუ ივახშმეს და ასე შემდეგ და ეს სულად აბსურდია. აი წარმოიდგინეთ ვერსია, როდესაც შეკითხვა დავსვით, გაიტყვა ესე ბრალდებაში წერია სიტყვასიტყვით რა, ბრალდების დადგენილებაში, რომ მალხას კობაურმა უკვე დაგეგმა და განიზრახა გაუპატიურება და ამ მიზნით რაიან მაიკ სმიტი გაიტყვა. მოდი აქედან დავიწყოთ ეს რამდენად ლოგიკური ადამიანს უკვე რამხელა გათვლა აქვს წარმოვიდგინოთ კობაურია ნებისმიერი ადამიანი. ამას ყველაფერს გეგმავს და როგორ გაიტყვე შენ? ადამიანები გაიტყვე შენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გავანებოთ მათ ეჭვებს, მათ პიროვნებებთან დაკავშირებით, მათ წარმომავლობას და მათ საქმიანობას დაკავშირებით. უცხო გარემოში, სადაც ჩვენც ვიყავით, მე და ალექსანდრე ვიყავით იმ ადგილას, არის დახურული და შეიძლება ითქვას ესეთი ადგილი, რომ ჩვენთვისაც რაღაცა ცუდი იმაში ვარდებოდით, რომ მარტო დარჩენა ხო მეც გამიჭირდებოდა იქ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ არის დათვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ თოფით უნდა იყო ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ შენ ცნობილია ნებისმიერ დროს შეიძლება დაგესხას თავზე დათვი, მგელი და ასე შემდეგ. ამ სიტუაციაში ესეთი ცოლქმარი და ჩვენ გამოვიკვლიეთ გაზის კალონკი, გაზის გას როდესაც ასხავენ მანქანაში, ხო? პატივისცემით როგორი ურთიერთობა ქონდათ, რომ მაიკ და რაიან სმითს რომ კარებს უღებს
გადმოდის ლორა სმიტი, მე მიაცილებს, მე და მიატოვა შვილი და მეუღლე და გაყოყობა არებს უღებს უნდა დასვას ესეთ სიტუაციაში და აქ დაიკმაყოფილა რაიან სმიტმა თავისი ინტერესი მხოლოდ მარტო დაეთვალიერებინა ჩანჩქერები და დაახლოებით 1 საათი ლორა სმიტი რჩება ჯერ ერთი ეს ამას თუ რეალურ ვერსიას წარმოვიდგენ არც ლორა სმიტი არ დარჩებოდა არც ერთი ადამიანი იქ არ დარჩებოდა გავანებოთ რაც არ უნდა რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მით უფრო რომ არ იყოს საქართველოში ქართველი ესე ვთქვათ საქართველოში შესაძლოა ქართულს უფრო მეტი რაღაც ჰქონდეს და წარმოვიდგინოთ ეხლა ჩვენ ნები რაღაც გავუყევ ქვეყანაში უბრალოდ მარტო რჩებით და ჩვენ მეორე ნახევარს ბავშვთან ერთად ვიშვებთ იქ და ის ანუ ეს შიში ხო მათ შორის მათთვის ცნობილი იყო სად იყო ხადასხეობაში მათ ჰქონდათ ინფორმაცია და დაიკითხნენ მოწმეები რომლებაც სხვა პირებისგან მიიღეს ინფორმაცია რომ ჩვენგან იცოდნენ ხადასხეობაში როგორი ის არის კლიმატი როგორი ამინდი როგორ არიან ცხოველები და ასე შემდეგ და აქ მიყავს იქ ყველაფერსო თავი გავანებოთ თუ ადამიანს მართლაც ყობაური ესე ვთქვათ თუნდა ნებისმიერ ადამიანი თუ გათვლა აქ რომ უნდა გააუპატიუროს ხო რეალურად და უნდა განახორციელოს ყველობა რეალურად იქვე განახორციელებს ყველობას აღარ უნდა ეჭვის ქვეშ დაყენება და ასე შემდეგ ეს ძალიან შორს აგვიყვანს ეს მსჯელობა ერთ-ერთი თავარი არის ის რომ კაცი გარდაცვლილია სხვა თოფით არის რეალურად ჩვენ თოფის სახეობას ვერ ვადგენთ თუმცა დადგინდა რომ კაცის ხეულიდან მათ შორის თავიდან და ტანიდან უკანა ტანიდან ანუ ამოღებული ზურგიდან ამოღებული ეს ვაზნის საფანტის ესე საფანტის მარცვლები არის სხვადასხვა სახეობა არის ვთქვათ საფანტი ნომერი 1 და საფანტი ნომერი 4 მაშინ როდესაც ექსპერტებმა განმარტეს რომ შერეული საფანტი არის არ შეიძლება იყოს ქართული წესით დატენილი ვაზნა ანუ ეს გვაძლევს ჩვენ ინფორმაციას რომ აქ იყო თვითნაკეთი ხელნაკეთი ხელით დამუხტული ვაზნა სადაც შერეული იყო სხვადასხვა ზომის მარცვლები მაშინ როდესაც წევსების ჩვენებით დადგინდა რომ ის 15 ვაზნა რომელიც ახალ ყობაურს ჰქონდა იყო ქართული წესით დამუხტული ეს უდავოა არავინ სადავოს არ ხდის იყო ქართული წესით დამუხტული ხოლო ქართული წესით დამუხტულ ვაზნაში არ უნდა ყოფილიყო ეს შერეული ვთქვათ საფანტის მარცვლები ამაზე როდესაც შეკითხვა დავსვით რომ ეს აქ ორი გასროლა კაცის მიმართ რასაც ახალ ყობაური აცხადებდა რომ კაცის კვლელობა განხორციელდა იმ უცხო პიროვნებების თოფიდან ვინჩესტერის ტიპის ვთქვათ ამ იარაღიდან ეს საერთოდ უპასუხოდ დატოვა. ჰქონდათ დაფიცებს შეკითხვა ნაფსაჯულებს, თუმცა ისე რა თქვა, მარტივი ტყუილებით შემოიფარგლა, რომ ესეთი დასკვნა თურმე საქმეში არ არის. და სამწუხაროდ მე როდესაც ნაფსაჯულების ვთქვათ გარკვეულ ანუ ვერდიქტზე როდესაც საუბრობთ, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ნაფსაჯულებს მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ. გამოკლეურ მტკიცებულებებზე მათ ისიც არ მიეცათ საშუალება, რომ საქმეს არ გაცნობოდნენ, სტომის ოქმიც არ მისცეს დავით. მე მესმის ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. და ჩვენ 5 წუთი გრჩება, მე უნდა გავაკეთო დასკვნითი სიტყვა უნდა ვთქვა, მოკლედ შეფასება ესეთი რა ვქნა. ეს ჩემი პირადი აზრია, რომ მე 55 კილოიანი მონსტრის არ მჯერა. მე არ მჯერა იმის, რომ 90-იან წლებში ამერიკის სპეცსამსახურის ერთ-ერთი წარჩინებული ზვერავი კონსერვის ქილაზე შემთხვევითი ტყუის გასროლით მან და მაინც სნაიპერული დამიზნებით თავში მოხვდა და მოკვდა. მე არ მჯერა იმისი, რომ დღევანდელი უშიშროების მიერ კონკრეტული ინტერესის გამტარებელი ბატიაშვილის ნაირი გამდიდრებული ადამიანები ამ ვერსიებს ესე უნიჭოდ არ თხზავენ. ქართულ ფოლკლორში ძალიან კარგი ზღაპრები გვაქვს, ასე რომ მე შემიძლია ნებისმიერი მათგანი წავიკითხო და უფრო მეტად დავიჯერო, ვიდრე ეს იმ პროკურატურამ გააკეთა, რომელიც დღეს აქ სტუდიაში თუ ეთერში ვერ მოვიდა. მე პროკურორს არ მინდა რამე საკამათო თემა უთხრა ამ პირდაპირ ერთიდან, ან ვიცი მას ამის სურვილი ქონდა, მაგრამ ივანიშვილის ადვოკატს დადუმაძეს მინდა განუმარტო, რომ ეს ასე არ ხდება. თქვენს მიმართ არსებობს პატივისცემის მიმართულება გარკვეულ საქმეებთან მიმართებაში, მაგრამ ის პოლიტიკა, რომელთაც თქვენ სისტემას დღეს ამართლებთ, თუნდაც ნუმილით, ეს აუტანელია.
ბოლოს მინდა რამოდენიმე სიტყვა, რაც თქვენ მიიჩნევთ აქტუალურად და მე ხოთ ამისათვის საზოგადოებაში ბევრია ის ადამიანები, ხო, რომელიც ღიად შეიძლება ითქვას ესეც არ არის საკმაოდ ძალიან ბევრი ძახის უფრო ჩამოხრჩობაო, დახრეტაო და ამ შემდეგ, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ესეთი მიდგომა ზოგადად მით უფრო ესეთი ტიპის საქმეზე საერთოდ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დარჩენილი ეტაპები, მაქვს იმედი, რომ უკვე როდესაც ჩვენ საკაცო წესით გავასაჩივრებთ, ხო, ამ შემთხვევაში უკვე სემდგომი უწყება, სათანადოდ შეაფასებს. სულუკიანის უწყება. ხო, იმედს ვიტოვებ და მინდა რომ ეს სათანადოდ შეფასდეს ეს დარღვევები და ამიტომ მე ჩვენ მათ შორის სხვა საქართველოში არსებულ სხვა უწყებებსაც მოვთხოვთ შეფასებებს რომ აი ეს დარღვევები რაც განხორციელდა ეს ხო არ არის ფაქტების დადგენა და მოწმერას გონია ეს არის კონკრეტული ჩვენ გვაქვს საპროცესო ნორმები და კონკრეტული ქცევები აქ არ ჭირდება დიდი შეფასება იურისტმა უნდა შეაფასოს ეს დარღვევები არის თუ არა თუ ჩვენ ეხლა რა მოხდა თუ ჩვენ ეს დარღვევები დავადასტურეთ და ნამდვილად ეს არის ჩანაწერებით მოსამართლის ქცევიდან ჩანაწერებით დასტურდება ამით ჩვენ გავალთ იმაზე რომ გაუქმდება აღნიშნული ვერდიქტი და დაინიშნება საქმის ახალი განხილვა და ახლიდან შერჩევა ნაფიცაჯულების და მე ვფიქრობ ამის შემდგომ მაინც უკვე მივიღოთ იმაზე რომ სრულყოფილი მართლმსაჯულება განხორციელდეს ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ ამის მხოლოდ არის საზოგადოებრივ ინტერესში და დღევანდელ გადაცემას ქვია მალხაზ კობაურის საქმე ანუ პილატეს განაჩენი და მე მახსენდება კრეხილობაში არ ჩამომართვან თუმცა მახსენდება პილატეს სიტყვები რაც დავწერე და ბოლოს ხელები დაიბანა ჩემო კარგებო მადლობას გიხდით რომ დღეს ასეთ მძიმე საქმეზე გვისმინეთ ეს არ არის ბოლო ეს არ არის უკანასკნელი გადაცემები იქნება რეალობა იქ დაიდება და მე მინდა უთხრა კონკრეტულ ადამიანებს რომლებიც თურმე ფულს იღებენ უშიშროების სამსახურში ბატონო დავით თქვენ მინდა მოგმართოთ რომელსაც მე გუშინ წინ გესაუბრეთ გვარის მიღმა გეტყვით ამას ეს ასე არ ხდება რაც დაწერეთ ისე შეიძლება სულაც არ იყოს გმადლობთ